კიდევ გამარჯობათ. დღეს აღარ ვაპირებდი რამეს გადაღებას, მაგრამ კომენტარი წავიკითხე, ვიღაცამ წერს, რომ ნოდარაზე და შუხუთზე და კოსმოდრომზე რო საუბრობ, შენც მოგცლიაო რა ვიღაცამ წერს, ნოდარა ორი ხარ შენო და ისავ კიდეო მიშამო ვიღაცას ძუძუ მოაჭამაო, მიშას ცოლი ბავშვებს ყიდაო და ვითომ ნოდარა ვარ იმ პონჩი, რომ მეც რაღაცა კლეურებს ლაპარაკობ და ამ კომენტარის ავტორს პასუხობ ამ ვიდეოთი. ნოდარასგან განსხვავებით, ეხლა თქვენ ნოდარა ვერ წაგიყვანს და ვერც შუხუთის კოსმოდრომის პროექტს ვერ გაჩვენებთ, ვერც ინჟინერს ვერ განახებთ იმას იქ ვინ აშენებს და ვერც ვერანაირ ფაქტს ვერ წარმოგიდგენთ იმის, რომ შუხუთში ვიღაცები აშენებენ კოსმოდრომს. იმიტომ რომ ასეთი რამე ბუნებაში წარმოუდგენელია და მართლა თუ იდიოტი არ ხარ, მაგას არ დაიჯერებ და წარმოუდგენელი რამეა. ნებისმიერი ინჟინერი და სპეციალისტი იტყვის, რომ შიქხუ არ აქვს, აი ნოდარას სიუჟეტს რომ უსმენს, დასცინებენ. ეგ არის ნოდარა. ნოდარა იძახის, რომ ოცნება ვიღაცებს ხოცავს, მაგრამ ვერდებენ ფაქტს, ვინ დახოცა ოცნება. აი ესე რომ მივიდნენ და დახვრიტეს და დაცხლეს და ციხეებზე რო კიდე ცემაში ხალხი ხოცეს, ნოდარა ოცნების პირობებში მაგის ფაქტებს ვერ წარმოადგენს. და ეხა გეტყვი, ჩემი და ნოდარას შორის რა განსხვავებაა? ნოდარას დედას შევეცინე და ვინც ნოდარას ტაშს უკრავთ იმათიც. ნოდარასგან განსხვავებით, მე ძალიან კარგად ვიცი, იქ ვიყავი, სისტემის ნაწილი ვიყავი და რას მავალებდი, რას მაკეთებდნენ და რას ვაკეთებდი, ხუთიანზე ვიცი. მეორე ის პრეტენზია რო გამიჩნდა რაღაცებთან, მომიტრიალდნენ და აი რასაც სხვებს უკეთებით და როგორ რეპრესიებიც ეწყობოდა, ამასთან დაკავშირებით პრეტენზია რო გამიჩნდა, მომიტრიალდნენ და მეც დედა მომიტყეს და ამის უამრავ ფაქტს მე შენ განახებ ადამიანებს, ვინც ჩემი გულისთვის დაიჭირეს, ჩემი ძმაკაცის მამა, ჩემი მეორე ძმაკაცის სიძე, ჩემი ერთი ძმაკაცი 9-ჯერ დააჯარიმეს, დედა ჩემი ცხონებული ქუჩაში ორჯერ სუნკა გამოგვიჯეს, ვითომ ეგონათ მე ვიმალებოდი, რომ ან წერილი ედებოდა, რამე ქუჩაში ათრიეს ხალი. მე პირადად ტყეტყემატარეს და რა ვიცი, რა იქნეს. გარდა ამისა, მე შემიძლია აი შენ ვინც მაგ კომენტარს წერა, წაგიყვანო და ყველა იმ დახვრეტილი ბიჭების და კაცების და საფლავებზე მიგიყვანო, სათითაო ჩვენთან ერთად შემოვიარო და განახო ფაქტები და არა ერთი ათეული და არც 30 და არც 50. ასეულობით ადამიანის საფლავს განახებ და აი ამ ადამიანების ოჯახის წევრებს შეგახვედრებ, დედებს, დებს, შვილებს, ცოლებს. ეგ არის ჩემი და ნოდარას შორის განსხვავება. ნოდარა ყვებას ღაპრებს და მე ვიძახი ფაქტებს, რომ ნაცების დედას შევეცი მე და ვინც ნაცებს ტაშს უკრავთ, თქვენი დედაც მოუტყანზევიდან. აი ეგ არის ნაცები და აი ამ ვიდეოს კომენტარის დამწერს სერიოზულად აქედან აი გეუბნები. მე შენ წაგიყვან და კონკრეტული დახვრეტილი და ცემაში მოკლული და რავი ჩაცხრილული და აფეთქებული ადამიანების საფლავებს განახებ, იმათ ოჯახის წევრებს შეგახვედრებ. და აი ამ ფაქტებს შენი თვალით რო განახებ და მოგასმენინებ, მაგის მერე მაგრა გაგლახავ, ოღონდ დედას მოგიტყნავ, იმიტომ რომ ნოდარას შემადარე და ნოდარა ორი ხარ და ვითომ ნოდარასნაირი დედამოტყნული ფანტაზიორი ვარ და ხალხს ძალით ვაგიჟებ. მაგას რომ წებ შეპროჭო ვიღაცა ხარ, მაყენებ შეურაცხყოფას და მაგ შეურაცხყოფის გამო მე ჩემ სიმართლეს და ნაცების დედამოტყნულობას ფაქტებით განახებ და აი ფაქტებს რო განახებ, მე დედას მოგიტყნავ, ისე გაგლახავ აი ამ ნოდარაურის და რაღაცების წერისთვის. აქ ვარ ძალიან ადვილი სანახავი ვარ, არც არავის არ ვემალები, ნებისმიერ დროს შეგხვდები და წავიდეთ. და მოგატარებ სათითაოდ და მე მაგრად გაგლახავ, ოღონდ ამასაც პირდები. ეს არის რა ამის თქვა მინდოდა და რო წავიკითხე მაგრად გავბრაზდი ეს კომენტარი და ვიღაც არის ყვერი, ვითომ რაღაცებს აქ ვზივარ მოცლილი და ფანტაზიორობ რა რო ვიძახი რომ დედას გვიტყნავდნენ და რას გვიშვებოდნენ.
ესე იგი ნოდარავა რა და ვიგონებ და ესეთები არ ხდებოდა. ხო ამას წერ მაგ კომენტარით შენი დედას შევეცი მე რა არ ხდებოდა. რას ვიგონებ შეპროჭო შენ რა რომელი ერთი თქვი ნაცებზე ტყუილი აი მაგ კომენტარის დამწერს გეკითხები. რა ვიბაზრე ისეთი რასაც ნაცები არ აკეთებდნენ. ერთი მითხარი შეპროჭო შენ შეურაცხყოფას რომ აყენებ და ნოდარა ორი ცხარ და მიშაც იყავი შენი დედასაც შევეცი შენი ვინც ხარ აი მაგ კომენტარის ავტორი